აი ამ დიდი მწუხარებისა, მიუხედავად დიდი მწუხარების, მე რომ მახსენდება, მე ღიმილს ვერ ვიკავ. ხო და თქვენ შეიკავეთ, ხა მაინტერესებს. მოკლედ, ფერდბანის წესი. ეს არის, მე რომ დავიწყე ეკლესიაში შეარული 80-იანი წლების მიწურულია, შემდეგ 91 წლიდან მე თვითონ მგებელი ვარ და ეს ფერდბანის წესი მდგომარეობს, აი ახლა ჩვენ აქ არასოდეს გაგვიკეთებია. ესე იგი, თუმცა ეპისკოპოსს აქვს ამის გაკეთების უფლება. კანონიკურად რა. ესე იგი, აი ამ ხუთშაბათის წირვის შემდეგ გაიშლებოდა ხოლმე ესეთი სცენას ავიკეთდებოდა ტაძარში, ძირითადად ეს იყო სიონის ტაძარი, ამაღლებული ყველას დაენახა, აი პირდაპირ ამბიონიდან ესეთი ძელი სცენა იყო და ესე იგი 12 მღვდელი უნდა დამჯდარიყო სკამზე და პატრიარქი მოდიოდა და აი როგორც წერია სახარებაში დღეს ავიკითხეთ, რომ განიმოსებოდა პატრიარქი, შემდეგ მოირთხამდა არდაქსანი პირსახოც სეფრებზე ხარზე და ესე აი ირიბად ესე დაიმაგრებდა და მიდიოდა თითოეულ მღვდელთან და ბანდა ფეხს ფიზიკურად და ესე იგი მე რომ სანამ ერის ადამიანი ვიყავი და თან მე ახალი ნაკურთხი აი ესე გაფართოებული თვალებით უყურებდი აი ნუ თუ მართლა მივა და ნუ თუ მართლა ხელს მოკიდებს ფეხზე და ნუ თუ მართლა დაბანს და მართლა აკეთებდა და ესე იგი ეს ხმები დადიოდა მაშინ მოარული ხმები იყო ესეთი ცნობილი ხუმრობები იყო მღვდლების ერთი ესეთი იყო რომ იქ დღეს თუ მოისმინეთ კარგად როდესაც მიდის და რომ ემზადება რომ ფეხი დაბანოს პოტრე მოციქული ეუბნება რომ უფალო ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას და შენ უნდა დაუბანო ფეხიო და აი პეტრასა და იესოს შორის გაიმართება საუბარი და ხა მოერიდათ ხა ეს ფეხის დაბანა რა და იესო უთხრა ესე უნდა გავაკეთოთ რომ მე თქვენ ამის მაგალითი გაჩვენოთ მაშინ რომ ხელი და თავის დაუბანე უთხრა მოეწონა ეს პეტრესი ხო და ნუ მოკლედ ეს საუბარი გაიმართება და ეს საუბარი ეს პერტმენის წესი არსებობს ლიტურგიკული წესი რა აი ნოში წერია კუთხევაში და იქ არის ეს საუბარი და როგორც წერია ესე ეუბნებიან ერთმანეთს პატრიარქი და უპირატესი მღვდელი მაშინ სიონის პროტოპრესვიტერი იყო მამა გურამი შალამბერიძე რომელიც დღეს არის მიტროპოლიტი გიორგი დღეს და ნუ რამდენი წლის არის 85 არის რაღაცა და აი ის იყო ხოლმე როგორც წესი ამ პეტრეს როლში ხო და ეს ცნობილი ხუმრობა იყო მღვდლების აბა იუდას როლში წელს ვინ იქნება ესე ხო და სამწუხაროდ ეს იუდას როლში აღმოჩნდა რაღაცა მამოყო თავი პატრიარქთან მიმართებაში და მე ესე იგი